დღეს ჩვენ ვასრულებთ 24 საათიან ჩელენჯს. სადაც რა იუთუბერი მოგწევს ურთულეს დავალებას. ეს იქნება სასწაულად რთული და ჩვენ ვნახავთ გავუმკლავდებით თუ არა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ გავუმკლავდებით. მაშინ წავედი. წავედი. დავალებას ვფიქრობ გოგა დავიდეს თბილისის ზღვაზე და ამ წყალში იბანავს. მესაცვალე. თვითონ შემეცოდა. ალბათ ვიხდებით აქ რატო არ? იმიტომ არა აქ რომ შევასრულოთ დავალება, მე გაჩვენებთ ეხა რა გრადუსია. 1 გრადუსია. წავიდა! გამოვყევით. წავედით. უა! ცანცივია! შეიძლება შოქში ჩავარდე. ვაიმე, გაყინულია. გავიყინე. მე ამას შევძლებ. ლევანი თუა, სოფლიო ჩემპიონი, მე ვიქნები თბილისის ზღვის ჩემპიონი. ჭუპა გავაკეთოთ. ვაიმე. Сидишь, ой, მე მგონი ვიბანავე და მე მგონი შევასრულე დავალება. ყინვარი აღარ შემიძლია გავიყინე. მაგრამ რა თქმა უნდა, ლევანი შენ თუ ხარ სოფლიო ჩემპიონი, მე დღეს გავხდი თბილისის ზღვის ჩემპიონი, მე შევძელი. ასე რომ ეხა უნდა გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე. ძალიან გამიჭირდა უბრალოდ თავი ვერ ჩავყავი. აქ მიკროფონი გვაქვს მეგობრებო. იმედია ლევან ჩამithვლი ამ დავალებას რა. წავედით შევასრულოთ. შემდეგი დავალება. ძალიან გამიჭირდა და გავიყინე. ურა ყინვა. მე მოვედი ერთ-ერთ ობიექტზე, სადაც უნდა შევასრულოთ ჩემი პირველი დავალება. მოკლედ Bad Boys-თვის მაქვს ესეთი ჩელენჯი რა. ლუკა მიპოვოს ისეთი რესტორანი, სადაც არის ყველაზე ცხარი კერძი და რა თქმა უნდა დააგემონოს და გაგვიზიაროს თუ როგორი იყო ეს გამოცდილება. გამარჯობა, რას მითხრებ? ყველაზე ცხარე კერძი რაც კი გაქვთ ამ რესტორანში. ძლია შემოგთავაზოთ ხარჩო, ისედაც ცხარია, მაგრამ თუ უფრო მეტად ცხარე გჭირდებათ, შეგიძლიათ დაღერღილი წიწაკა მოაყაროთ. მოვიდა ესეც ჩემი ხარჩო. ისედაც ეთყობა და რაღაც ბევრი წიწაკებია. პლუს მე ვთხარი მეტი სიცხარისთვის რომ მოაყოლეს აისა. დაფქვილი წიწაკა და მოდი პირდაპირ საოცრებას ვიზა, გავამძაფროთ. ვაიმე, უკვე ეს იქნება მგონი ძალიან საოცრად ცხარე. ეს უჯახარეთ. ძალიან ცხარია. აიმე, ვეღოლაპარაკობ, რას ვამბობდი, დავავიწყდა. ჩემთვის ეს საშინაო ცხარე, იმიტომ არის რომ აბა მიჩვეული მე ცხარეების ჭამაზე ზოგადად არ მიყვარს რა ცხარე, მაგრამ სულ მგონი შევასრულე ჩემი ჩელენჯი, ძალიან ცხარე ვჭამე, რავი. ალბათ ვიხდებოდით რა დონის სიცხარეზე იყო აქ საუბარი. იმედია გიგი ჩამithვლი ამ დავალებას, იმიტომ რომ შეც რო გეჭამა, დაწუნებული ვარ. აზიაშიც ვერ შეჭამდი ესეთ ცხარე კერძს. ალბათ გაგიკვირდებათ რატო არ აქ. აქ იმიტომ რომ უნდა შევასრულო ბროკოლის დავალება. აქ სასწაული დავალებაა, ამას ახლა არ გეტყვით, ვიდეოში იხილავ. ჩვენ გვაქვს დავალება გოგასთვის, რომ უნდა მივიდეს მე თევზესთან და თხოვოს თევზი. ოღონდ უმი და შეჭამოს. ნახოთ აბა ერთი. გამარჯობა. ერთი თხოვნა მაქვს, ჩელენჯს ვთამაშობ. თუ შეგიძლია რომ ერთი ცალი თევზი მომწე, მაჩუკო ერთი ცალი თევზი რომ ჩავბიჭო. რა პრობლემაა თქო? ჩვენ ახლა შევარჩიოთ თევზი. ოღონდ ნუ რა თქმა უნდა ყველაზე პატარა სავარჩევ. ისე ეს რომ ჩავბიჭო რამე ხوار მომივა. უნდა გადაყლაპო ცოცხლად. ეს ცოცხლად გადავყლაპო? კუჩი ტიპტიპებს. დიდი იმედი მაქვს რომ აი ამას გადავყლაპო. კი გამიჭირდება ძალიან, მაგრამ არ ვიცი ვცდი აი. შეიძლება გული ამერიოს ახლა.
ძალიან საზღვროა. აი ძალიან სუდად ხარ, უკვე აღარ შემიძლია. წავედით ახლა შემდეგ დავალებაზე, მე აღარ შემიძლია. წავედით. ჩემი შემდეგი დავალება არის ესეთი. Bad Boys. მოკლედ, ლუკასთან მაქვს ასეთი ჩელენჯი. ლუკა შეიძლება მივხვდე ნებისმიერი fast food რესტორნის დაწესებულებაში და ერთ-ერთი მომხმარებლის საკვები უნდა მიირთვა. ანუ ერთი ფრიც რო ამოაცალო და შეჭამო, ჩაგითვლი ამ ჩელენჯს შესრულებულად. აბა შენიც. აირჩიე რომელი მომხმარებელიც გინდა, მაგაში არ ჩავერევ. ვაა, ბიჭო ძალიან მეუხერხულება. just now. ერთი ფიდო შევჭამო თუ შეიძლება. აი ხარე ასალობა. თუ გინდა ძმა გიუთვიდი. პრობლემა არა. არა ძმა, აი ხარე. მადლობა ჯიგარი. ჩვენ გადავდივართ შემდეგ დავალებაზე, რომელიც არის საერთო დავალება, ორივემ ერთად უნდა შევასრულოთ ეს დავალება. დიდი იმედი მაქვს, რომ შევასრულებთ და რა ვიცი, ყველა ისე გვიყურებს, მაგრამ იმედია შევასრულებთ ჩვენ ეს ისეთი დავალება, რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ და თუ რატომ შევასრულოთ აუცილებლად, ეხლა ნახავთ. ჩვენთან მაგ ესეთი დავალება. ქუჩაში იპოვეთ 10 ადამიანი, რომელსაც ჩემი YouTube არხი ექნება გამოწერილი. თუ თქვენ ამას გააკეთებთ, მაშინ მე ჩემს community-ში გავაზიარებ თქვენს YouTube არხს და დაგეხმარებით, რომ მოგემატოთ გამომწერები. აბა წავიდეთ. აი ძალიან მაგარი ბიჭები ნახე, ბიჭებო იცით რა მაინტერესებს? სოსო ერაუნდი ხო იცით? სოფლიოში რომ მოგზაურობს, რავი, ეხა ბოლოს მე მგონი აფრიკაში იყო და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს გამოწერილი გაქვთ თუ არა მისი არხი. შეგიძლია რო გაჩვენო? ნახოთ. კი, გამოწერილი აქვს. კი, ნამდვილად გამოწერილი აქვს. ეს არის მეორე და აქ არიან უკვე ყველანი, მესამე ვნახოთ. გამოწერილი გაქვს ხო შენც? ეს არის უკვე მესამე. გამოწერილი მაქვს უბრალოდ იდეები არ აქვს ახლა და ყველა ვიდეო მაქვს ნაკურები მაგის. კი, ძალიან მაგარი კაცია. ეს არის უკვე მეოთხე მონაწილე, გადავდივართ და მეხუთე მონაწილეზე ვნახოთ. მეხუთეს თუ ვიპოვი იმეს. წავედი, მადლობა ბიჭებო, დიდი, გაიხარეთ. სოსო ერაუნდი ხო იცი? ვერ გავიგე. ქვეყნებში რო დადის. იუთუბერი. ხო, კი. გამოწერილი ყავს თუ არა? ანუ გამოწერილი გაქვს? ყავს და უყურებ. მართლა შეგიძლია რა უბრალოდ გვაჩვენო? ტელეფონი მაქვს შეხეთავს და როგორ მართლა? აი, არა უჩვენე ხავს. როგორ არა, ყველაფერს უყურებ. აი, მავრიტანიაში და ზოი. ხო, აი, ჩაითვალა. ჯიგარი ხარ, მადლობა. გამარჯობა ბიჭებო. მოდი შეგაწყოთ, მე მაინტერესებს უბრალოდ სოსო ერაუნდი თუ გაქვთ გამოწერილი. მის YouTube არხი გაქვთ გამოწერილი? ძალიან კარგი, მადლობა. ჯიგრები ხართ. ახალდის. მე მგონი 6 მონაწილეს იყო მე-6-ე, ნახე მე-6-ე და 6-ეს ყოლია გამოწერილი რა. მე შევასრულე ჩემი ჩელენჯი, ახლა ვნახოთ ლუკა როგორ შეასრულებს თავის ჩელენჯს. ბიჭებო, გაუმარჯოს. რაღაც კითხვა მაქვს თუ შეიძლება. სოსო ერაუნდის არხი YouTube არხი თუ გაქვს გამოწერილი? თუ იცით იუთუბერი მოგზაური როა სოსო? მე ყავს. ყავს გამოწერილი? ვა. მე ინტერნეტი არ მაქვს, თორე განახებდით რა. შენ გამოწერილი? ვა. ესე იგი არ მყავს, მაგრამ გამოვიწერ აუცილებლად. შენ ყავს? არა, მაგრამ გამოვიწერ აუცილებლად. საღო ჯიგრები ხარ ბიჭებო. მადლობა. შენ აუცილებლად გამოიწერე? სოსო გიყურებს იცოდე. მოკლედ ამოდენმე ადამიანს ვკითხეთ და ძალიან ბევრი უარზე იყო ზოგადად კამერა და დაინახეს გაიქცნენ და დამჭა 2 ადამიანი და მაგასაც ვნახავ რა. წავით. ბიჭებო, გაუმარჯოს. რაღაც შეკითხვა მაქვს, თუ პრობლემა არ იქნება, რაღაცას გითხავთ. სოსო რო არის ერაუნდი, მოგზაური იუთუბერი, თუ გაქვთ მაგის არხი გამოწერილი? მე არა მაქვს გამოწერილი, მაგრამ ვიცი ეს ვინა. იცი? გამოწერილი არ გაქვთ? შეგიძლიათ გამოიწეროთ სოსო არხი? რა პრობლემაა? ვიდი და გვანახეთ რო გამოიწერთ. სოსო, აი ეს. აი ეს არხიც გამოიწერა. შენც თუ გაქვს გამოწერილი სოსოს არხი? კი, მე მაქვს გამოწერილი. გაქვს ხო გამოწერილი? ესეც ასე მე შევასრულე 5-ვე დავალება. ჩვენ კი სოსო ველოდები ჩვენგან შეპირებულს. მოკლედ ჩემი შემდეგი დავალება არის ესეთი, რაშიც დამეხმარება გოგა სხვაგვარად ამას მარტო ვერ ვიზამ. მოგესალმებით Bad Boys, წარმატებას გისურვებთ. რაც შეეხება დავალებას, ლუკასთან მექნება დავალება. ლუკა, შენ უნდა შეიღებო წვერი.
ეგ იყო შოთექსას დავალება. შოთექსას უთხრათ რომ bad boys იქვია, bad boys. და არა bad boys. და არა bad boys და beatbox-ები. მე ამ დავალებას შევასრულებ. აგერ ნახე შესაღები რაღაცა სპრეი. როგორც ვიცი თეთრად ღებავს და რა ვიცი, გოგა დამეხმარება და მოდი. შევიგებოთ აგერ ნებისმიერ ადგილას. ეს არის სიგიჟე ხა შუა რუსთაველზე. ლუკას უნდა შევღებო. წვერი. აი შევიღებოთ რა. თვალებს დავხუჭავთ. დახუჭე თვალები უბრალოდ. ცოტა შორიდან ის მომასხი. ხო, მაგრამ პირში არ ჩაგივიდეს მე რაც პირში. აუ, ძალიან ისეთი არის. მიდი. დავიდა. პულიზატორი დღებავთ ჩვენს ლუკას. ულვაშები ბიჭო. ულვაშები ხა დაგჭა და ეგ არის და შესრულებულია. ეს რა არის? ой, так დაგჭა. ერთი ძალიან მაგრა შეგიღება, ხო? ერთი ჩამახედე. შუა რუსთაველზე გახდა ბაბუა წვერა. საღო. ოპა. ძალიან მაგარია. გიხდება ძალიან. ბაბუა ვარ. წავედი. მოგიხდა. Live my life as a thug nigga till the day I die. Live my life as a boss player, cause even getting high. These niggas got me tossing shit. I put the top down, now it's time to floss my shit. Keep your head up, nigga, make these motherfuckers suffer. Up in the bins, burning rubber. ესე იგი, გადავედი შემდეგ დავალებაზე, ბოლო დავალებაზე, ეს არის ელენე ფოქსის დავალება. და მივიდეს რომელიმე ქუჩის მუსიკოსთან და დაეხმაროს თანხის აგროვებაში. წარმატებები. სამწუხაროდ ვერ ვასრულებ, იმიტომ რომ ვერ ვნახე მუსიკოსი, რომ დავხმარებოდი, მაგრამ მე მაქვს ერთი ძალიან კარგი იდეა, მე ვფიქრობ, რომ ეხა შევიდე მაღაზიაში და რამე საკვებით დავეხმარო ადამიანს. ნუ არ აქვს უშუალობა ახალგაზრდა იქნება თუ მოხუცი, ვინ შეხვდება დავეხმარები საკვებით. წავიდეთ ეხა გამონხევით, ვიყიდოთ და დავასაჩუქროთ საყვარელი ადამიანი. წავედით. და ბებო ეს თქვენ. დავამართეთ. ერიქ, გემრიელად მიირთვით. გაიხარეთ. აი, ესე დავასრულე. მოკლედ, მეგობრებო, დავასრულეთ დღევანდელი ჩვენი ჩელენჯი. ურთულეს დავალებები შეხვდა, ზოგი კარგად შევასრულეთ, ზოგი მეტნაკლებად, მაგრამ თლიანობაში ჩვენი დავალებები გამოვიდა. მთავარია თქვენ, ჩვენო იუთუბერო მეგობრებო, იმედია ჩაგვიტლით ყველა დავალებას. აუცილებელი რაც არის, უნდა გამოიწერონ ჩვენი არხი რა. ნამდვილად ბევრი ვიშრომებთ ჩვენ დღეს. ძალიან რთული იყო და ძალიან დაღლილებ ესეც გვეტყობა. გაწყვეტილი ვარ. 24 საათი. კი, ძალიან მოკლედ ჩართული ამ მომბებში. ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვიკომენტარეთ, დაგვილაიქეთ და რა თქმა უნდა ჩვენ უფრო მეტი სტიმული გვექნება, ვეცდებით რომ ჩვენი მაქსიმუმი დავხარჯოთ. და დიდი მადლობა ჩვენს მეგობარ იუთუბერებს, ვინც გვერდში დაგვიდგა და ვინც ამ იდეების განხორციელებაში დაგვეხმარა. მოკლედ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, ჩვენ კი გემშვიდობებით Bad Boys.